მოგესალმები, მინგა მევესალმები ჩვენს ტელემაყურებელს. საინტერესოდ ემთხვევა ერთმანეთს გარკვეული მოვლენები, როგორც ასეთი და აი ეს ახლა რაზედაც თქვენ ისაუბრეთ, ბუნებრივია, როგორც მინიმუმ სერიოზულ ყურადღებას იპყრობს რაშიას საქმე. თარიღის ცვლილება ხო სასამართლო. იმიტომ როგორც წესი უკვე ამდენი ხანი არა ვიცი 1 4 თუ 5 თვეა თვეში ერთხელ იმართება, უფრო რაღაც სიმბოლურ ხასიათს იძენს, თავიდან იყო წინა პროცესი, შემდეგ იყო არსებითი განხილვა დაიწყო უკვე და ნუ არაფერი განსაკუთრებული და როგორც წესი სადღაც ყოველი თვის 25, 27, 24 რიცხვში იმართებოდა ხოლმე ეს შეხვედრები და ეხლა უცებ აი ესე მოულოდნელად 11 რიცხვი ჩაინიშნა 11 ივლისი ამ პროცესისა. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის ფონზე ადამიანი ფიქრობს უპირველეს ყოვლისა ცუდს, რაშია საქმე, თუმცა გვაქვს იმისი სურვილიც, რომ ვიფიქროთ რაღაც კარგი იქნება, რაღაც კარგი ხდება, თუმცა ამ ხელისუფლებისგან კარგის მოლოდინი ნაკლებად უნდა კონდეს. რა ვიცი, თუ გაგრძელდა ცეცხლთან თამაში ამ ხელისუფლების მხრიდან არა მხოლოდ ევროკავშირში ის ვიზა ლიბერალიზაციის საკითხის განხილვა, არამედ ევროსაბჭოშიც დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება საქართველოში ამ თემაზეც არის ეხლა ამ უახლოეს მომავალში დებატები ჩანიშნული, რაც ეპიცენტრში აქცევს ჩვენს ქვეყანას. ყველაფერი ამას კიდევ წინ უძღოდა 25-28 მაისს ამერიკის შეერთებული შტატების მაღალი რანგის დელეგაციის ჩამოსვლა. თავად რუბიო ყოფილა აქ, მაგრამ მისი წარმომადგენლობა იყო აქ, იყო შეხვედრები, როგორც ხელისუფლებასთან, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებთან, 4-ვე იმ კოალიციასთან, რომელიც 2024 წლის არჩევნებში ბარიერ გადალახულთა შორის ვიყავით. და ამას მერე მოყვა უკვე ამერიკის საელჩოს კონკრეტული განცხადება თუ რა მოხდა ამ შეხვედრების დროს, შეფასებები, ცალკე ბლოკი იყო ხელისუფლებასთან, რა არის საჭირო რომ გაკეთდეს ხელისუფლების და ცალკე ოპოზიციასთან რა არის საჭირო. შეგაწყვეტინებთ მამუკა, აი ეხლა თქვენ რადგან ახსენეთ ეს შეხვედრა საელჩოს მიერ გავრცელებულ შემდეგ პოსტში ოპოზიციასთან და ოცნებასთან შეხვედრების თაობაზე სახელმწიფოს წარმომადგენლების დელეგაციის იყო ხაზგასმული მათი მხრიდან დაყენება საკითხის საკონსტიტუციო სასამართლოში რომ აქვს ქართულ ოცნებას შეტანილი საკითხი, მათ შორის არის თქვენი პარტიაც, პარტიების აკრძალვა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემა იყო და მე მაგ განმარტებებმა ოპოზიციაში ერთგვარი დაპირისპირებაც გამოიწვია, რაზე იყო სინამდვილეში საუბარი ოპოზიციაში. ხო, იცით, აბსოლუტურად გეთანხმები, ინგა. და ყველაზე ცუდი აი ბოლო ფაზა არის ელემენტარულად რომ ოპოზიციაში გამოიწვია ასთა სხვადასხვაობა. ნუ ხა კითხვა ხო შეგვიძლია ყველას ერთნაირად როგორც ეს თქლა შავი თეთრზე რაღაც რო წერია, რაც არ უნდა არ მინდოდეს რომ ის ისე გავიგო როგორც მე არ მაწყობს, ნუ ელემენტარულად წერია ყველაფერი გარკვევით. ხო მე ხლა აქ მაქვს ის დოკუმენტი, რომელიც საელჩომ გამოცა, სადაც საელჩომ როგორც ამ შედეგების შეჯამება ესე გამოაქვეყნა, სადაც პირდაპირ წერია ელემენტარულად ბლოკი ხელისუფლებასთან რა საუბარი იყო და რა არის მათგან საჭირო და მეორე ბლოკი რა იყო ოპოზიციასთან, ვის შეხვდა როგორ და რანაირად და პირდაპირ არის ნათქვამი ოპოზიციასთან მიმართებაში პირველ ნაწილში, რომ ისინი გამოთქვავენ წუხილს და შეშფოთებას, რომ მიმდინარეობს დევნა, რომ მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის პროცესი, რაც ერთმნიშვნელოვნად არის ნეგატიური ხელისუფლების მხრიდან ქმედება და ამასთან დაკავშირებით ბუნებრივია იმ ბლოკში, სადაც ხელისუფლებასთან არის, ასე ვთქვათ, წაყენებული კონკრეტული წინადადებები, იქ უფრო ბევრია ნათქვამი. ამასთანავე ვერ ვიტყვი იმასაც, რომ ოპოზიციის მიმართ არ არის ასევე აქცენტები გაკეთებული, რა არის საჭირო, როგორ არის საჭირო და ასე შემდეგ. ნუ ეს უფრო მეტად ეხება იმ პოზიციებს, რაც დაიწყო ჯერ 24-ში, შემდეგ აბსოლუტურად არგუმენტოდ გაგრძელდა 20-25-ში ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტთან დაკავშირებით და აქ პირდაპირ არის გამოყენებული ფრაზა, რომ ფუნქციონირებადი დემოკრატიისათვის საჭირო არის ოპოზიციის
აქტიური ჩართულობა პროცესში, როგორც ასეთი. და სახელმწიფო ინსტიტუტი, მაგრამ მამკა ერთი არის, ეხლა თქვენ ახსენეთ, დაიწყო 2024 და თუ თქვენ ბოიკოტზე საუბრობთ, 2024-ის არჩევნების შემდეგ თქვენი პარტიაც ბოიკოტში წავიდა და საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვით, ანუ თქვენს გეკეთებათ ეს საყვედური, თუ კი ამას საყვედური. არა, ინგა, სწორედ აქ ეხლა უბრალოდ აღარ მივედი ბოლომდე. შემიწყდა საუბარი. აქ არის ბოიკოტი ორი ტიპის. არის ბოიკოტი არა არჩევნების მიმართ, არამედ არჩევნების შედეგების მიმართ, რომელიც განხორციელდა 2024-ში. ანუ ჩვენ ხო არ გითქვამს ბოიკოტი 24 წლის არჩევნებს. ანუ არ ვცნობთ საერთოდ არჩევნებს, როგორც ასეთ. ჩვენ შევედით ამ არჩევნებში, ჩატარდა ისე ცუდად და უარყოფითად, რომ შემდეგ ოპოზიციის დიდმა ნაწილმა, ყველამ არა, მაგრამ დიდმა ნაწილმა კონკრეტული პოზიციონირება დააფიქსირა. არც ეს იყო პირდაპირ გეტყვით ესეთი სწორი ქმედება ცალკეული ოპოზიციონერების მხრიდან, რომ ეს გაკეთებული იყო ერთიანად და არა დასწრებითად, მაგრამ კარგით, ნუ გავეკიდებით ახლა ამას, მაგრამ უკვე 1 წლის მერე ბოიკოტი გამოუცხადეთ არჩევნებს როგორც ინსტიტუტს. თვითონ არჩევნების მიმართ გამოცხადდა, გესმით, ბოიკოტი როგორც ასეთი, ანუ ჩვენ ხო არ გვითქვამს, რომ ჩვენ მივიღეთ 25 წლის არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ ოპოზიციის დიდმა ნაწილმა საერთოდ მონაწილეობაზეც კი უარი თქვა, იმიტომ რომ ეს არ არის კარგი არჩევნებიო და უფრო მეტიც. მეორე ასე ვთქვათ, დოკუმენტის მაგვარიც მაქვს ახლა, რა განწყობაა ცალკეულ ოპოზიციურ პარტიებში მომავალ არჩევნებთან მიმართებაში, რომ თუ ეს და ჩამოწერილია 6 პუნქტი, ეს თუ არ განხორციელდა, იმ არჩევნებსაც ვუცხადებ ბოიკოტს. იმიტომ რომ არ აქვს აზრი გაყალბებული წინასწარ რომ იცი რა შედეგები დასრულდება იმ არჩევნებში. რა არ მინახავს ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ არჩევნების მიმართ ბოიკოტი თუ არ ჩავთვლით 1990 წლის არჩევნებს, როცა კონგრესი აირჩა, ასე ვთქვათ, პარალელური სტრუქტურა არჩევნებამდე, არჩევნების მიმართ ბოიკოტი არ გამოცხადებულა, არჩევნების შედეგების მიმართ ბოიკოტებიც მოწყობილა, რევოლუციებიც მოწყობილა და 1000 უბედურება მოწყობილა, მაგრამ აქ აქცენტი არის გაკეთებული იმაზე, რომ თვითონ არჩევნებს როგორც პროცესს, როგორც ინსტიტუტს, რატო უცხადებ ბოიკოტს, ანუ რაღაცა ქრონიკულში ხო არ გადაგდის ეს ბოიკოტი როგორც ასეთი. თან არის ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენტი მოტანილი, რომ შენ როგორც ოპოზიციას ამომრჩეველმა დაგიჭირა მხარი, რომ წარმომადგინე ჩემი ინტერესი დაიცავი სახელმწიფო სტრუქტურებში და შენ ამ გადაწყვეტილებას იღებ არჩევნებიდან 1 საათში, რომ გადიხარ, ისე რომ არავის არაფერს არ ეკითხები ამასთან დაკავშირებით. თქვენ სამომრჩეველს, როდესაც გახვედით პარლამენტიდან, სამწუხაროდ, ინგა, კი, სწორედ დაიჭირა ახლა ეს მომენტი რა. იცით რა იყო, რომ იქ იყო იმდენად უკვე ცაიტნოტური მდგომარეობა, ძალიან ცუდი იყო ის, რომ ეს მოხდა დასწრებითად, აი ერთმა თქვა, მე მეორე აყვა და შეიქმნა ძალიან რთული მდგომარეობა ამ თვალსაზრისით. მაგრამ კითხე? ამას ჯობდა, არა, რა თქმა უნდა კითხო ასეთი ნაბიჯის გადადგმის დროს სამომავლოდ, მაგრამ აქ ხო საუბარი ახლა ჩვენ სხვა რამეზე გვაქვს. ახლა ჩვენ პოსტსაარჩევნო პერიოდის პოზიციონირებაზე კი აღარ ვსაუბრობთ, უკვე ვსაუბრობთ არჩევნებამდე პოზიციონირებას ვაფიქსირებთ, რომ ჩვენ არ გვინდა ესეთი არჩევნები, თუ ეს არ იქნა, თუ ის არ იქნა, ჯერ საერთოდ მიბმა არჩევნებში მონაწილეობაზე პატიმრების განთავისუფლებასთან დაკავშირებით უბრალოდ არ შეიძლება. ეს არის თემა, რომელიც არ იცვლება არჩევნებზე და ამას საუბრობს ყველა, რომ ის პატიმრები ეს იქნებიან პოლიტიკოსები, ეს იქნებიან სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ეს იქნებიან ახალგაზრდები. არ შეიძლება ეს სასწორზე დადო, რომ თუ ამეებს გამოუშვებ, მას ჩვენ მივიღებთ. ესენი აპრიორი უნდა გათავისუფლდნენ და ეს არ უნდა გახდეს სავაჭრო თემა. საერთოდ არ უნდა მიებას ეს არჩევნებში მონაწილეობა არ მონაწილეობის თემაზე. ერთსაც ვიტყვი და შემდეგ კითხვას მოусმენ შენსას, რომ უყურეთ რეალურად, როცა საუბრობთ ჩვენ ამ ტიპის მოქმედებებზე, ჩვენ ვიცით ვისთან გვაქვს საქმე, ხო? ხო ვიცით ელემენტარულად. ხო, აი ეს იყო ზუსტად შემდეგი კითხვა, მაშინ აქვე თუ შეიძლება ალტერნატივა ხო უნდა თქვა.
ეს თუ არ გინდა, მაშინ რა გზა გაქვს? მაშინ რა გინდა, კი ბატონო, მაგრამ აი როდესაც წინასწარ იცი, როგორ ჩატარდება არჩევნები, როგორი გაყალბების ხარისხით, როგორი დაშინების და ეხა აღარ მოუყვები მთელი სტრუქტურას, რაც აწყობილი ჰქონდათ, თუნდაც 2024 წლის არჩევნების მისათვისებლად და მისატაცებლად, ამ შემთხვევაშიც თქვენ ერთადერთ შანსად ხედავთ მაინც მონაწილეობას. უალტერნატივოდ. პირდაპირ გეუბნები, ინგა, უალტერნატივოდ. ვიცით რომ წინასწარ დაწერს შედეგებს მაინც. ვიცოდე ახლა რომ ამას მოვაყოლებდი, უალტერნატივოდ არჩევნებში მონაწილეობა არის უალტერნატივო და შემდეგ პოსტსაარჩევნო სიტუაციაში რო იტყვიან ჰაბურთი ჰამოედანი მე იმოქმედე როგორც გინდა და რაც გინდა შეხვალ არ შეხვალ ამას ახლა უკავშირებენ ძალიან აი გულის წვეტამდე მივიდა ეს სიტუაცია რომ დღეს რაღაცა ინსინუაციები ხდება იმისი რომ როგორც 2008 წელს პარლამენტში არ შესვლის მერე მაშინდელმა ხელისუფლებამ გაუხსნა მანდატ დადებულ თუ მანდატ გადაგდებულ ცალკეულ დეპუტატებს რომ უკან დაბრუნდით პარლამენტშიო ეხლა ზოგიერთ პარტიას ეგუნდა და ამ შემდეგ ეხლა ეს ხო ელემენტარულად რაღაც მოგონილიც არ არის დაბრალებაც არ არის ეს არის უბრალოდ პარტნიორის გასვრის და რაღაცა ანუ არავინ აპირებს ეხლა აღდგენას იმ მანდატების თქვენს პარტიაში ამას მაშინ დააპირა შენ ეს წინვალეთ გახსოვს გადასარევად გახსოვს მე-20 საუკუნიდან მოყოლებული ყველაფერი მაგას 17 დეპუტატი გავიდა მაშინ პარლამენტში 17 დეპუტატი გაერთიანებული ოპოზიციის მხრიდან დაისვა საკითხი რომ არ შევდივართ იმიტომ და ამიტომ წინა ხელისუფლების პერიოდს გულისხმობ 17-დან 5-მა თქვა რომ არა ჩვენ უნდა შევიდეთ 5 შევიდა 12 დარჩა გარეთ ის კანონში ცვლილება რომ ვინც დატოვა მანდატი მათთვის 2 თვით იხსნება კიდევ ასე ვთქვათ მანდატის აღდგენის პერიოდი იცით რა დასრულდა 12-დან მხოლოდ 1 შევიდა რომელთანაც წინასწარ იყო ნამუშევარი და არ იმუშავა ამ ეგრეთ წოდებული მანდატის აღდგენის პროცესმა არც ამჯერად იმუშავებს ყოველ შემთხვევაში მე შემიძლია ვთქვა იმ გადმოსახედიდან და იმ სტრუქტურიდან რომელსაც წარმოვიდგინე ყოველას მაგივრად მე ვერ ვილაპარაკებ ამ წუთში ანუ სრული აბსურდია საუბარი იმაზე რომ ეხლა შეიძლება ლელო საკუთარ პოზიციას როცა აფიქსირებს ამის უკან იდგეს რაღაც მცდელობები აღიდგინონ მანდატები ინგა უფრო მეტად გულდასაწყვეტი ის არის რომ საერთოდ აი ნიშანწყალი რო არ ჩანს ამდაგვარი რაღაცის და ამას შენ გიგონებს ვიღაც რომელსაც გინდა არ გინდა პარტნიორი უნდა ეძახო ხო უბრალოდ რასთან გვაქვს საქმე საიდან რა ყურით მოთრეული არგუმენტებია ვის რაში ჭირდება ეს სიტუაცია გავიგე რომ უკანასკნელი 3 თვე მიეძღვნა 26 მაისის აქციას გავიგე ისიც დავინახე ჩატარდა ეს აქცია ასე ისე ჩატარდა ეს აქცია ეხლა დღის ეს რიგი რო არ მოვკლათ ვიგონებთ რაღაცას რომელსაც არაფერი საერთო არ აქვს რეალობასთან იმისთვის რატო იმისთვის რომ ინგა გრიგოლიამ და მამუკა კაციტაძემ ინგა გრიგოლიამ და მეორე მესამე მეოთხე მეხუთე ამ თემაზე ილაპარაკოს ეთერში და არა სხვა თემებზე როგორც ასეთი ისეთ თემაზე რომ რა ხდება აგერ ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით რა ხდება ევროსაბჭოში დებატებთან დაკავშირებით რა ხდება ერევანში აგერ ჩვენს ყურის ძირში როგორც ასეთი არჩევნებია და როგორი ტიპის ვექტორისულებასთან გვაქვს საქმე სად არის ამ დროს საქართველო რას აკეთებს ამ დროს საქართველოს ამ ფონზე ელემენტარულად იწყება საუბარი ჯერ რაღაც გაუგონარ და არ არსებულ საფრთხეზე რომელიც როგორც მაშინ არ იმუშავა რომელმაც ისე ეხლა არის წარმოუდგენელი მაგაზე საუბარი და ნუ ამას კიდევ ემატება აქ უკვე ნამდვილად სიტყვა ძუნწი ვიქნები ის პროცესი რომელიც მიმდინარეობს ალიანსში ასე ვთქვათ რომელიც ნუ არ ვიცი უკვე იყო საუბარიც არ მინდა ელემენტარულად იმიტომ რომ რაღაცა იქნება ზარზეიმით აქეთ გეუბნებიან რატო არ უერთდები ეუბნები რომ ნუ მე სხვა გზა მაქვს რა ვიპარტნიოროთ სხვა გზა მაქვს ასე ჯობია იმიტომ რომ არიან ადამიანები ინგა ამომრჩევლები რომლებიც აი ამ ბევრ პარტიაში ხო ვიღაცა ისე არ მოწოდთ და ისე მიუღებელია მათთვის რომ ამ დიდ ერთობას შეიძლება დააზიანოს ანუ უდანაკარგო უნდა იყოს ოპოზიციური ამომრჩევლისნების გამოხატვა ვიღაცის გამო იმერთზე უარი არ უნდა თქვა ამიტომ ალტერნატივა უნდა მივცეთ ამომრჩეველს თქო ეს თქვით ჩვენ
ნუ შეიქმნა ხო ის ალიანსი და ნუ აი გავიდა რამდენი 3 თვეა თუ 4 თვეა ელემენტარულად და ნუ აღარ მინდა აღარც Facebook-ში მინდა ჩახედვა ელემენტარულად ზოგი ციხიდან იწერება, ზოგი თავისუფლებიდან იწერება, ზოგი ამას იწერება, ზოგი იმას იწერება. ამის დროა? გასაგებია და კიდევ ერთი კითხვა მინდა დავსვა მამუკა, ისევ მინდა 11 რიცხვში გადმოტანილ სასამართლო პროცესს მივუბრუნდე. მე საერთოდ არ გამოვრიცხავ, რომ თუ კი დასჭირდებათ, მართლა უკან გაუშვან ციხეში ყველანი, ვინც გარეთ არიან გამოსულები უკვე პატიმრობიდან და ვინც ციხეში ზის, მათ დაუმატონ კიდე პატიმრობის წლები, იმიტომ რომ ძალიან უცნაურად დაემთხვა მაინც და მაინც 11 რიცხვში 25-დან გადმოწევა ამ სასამართლო პროცესის თქვენი პარტიის მოლოდინი როგორი არის ამ საქმესთან მიმართებაში. მე ვეჭვობ მას მერე რაც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ გამოაქვეყნა შეჯამება სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში უკან შეიძლება არავინ გამოიტანოს ისარჩელი, მაგრამ ეს პროცესი შესაძლოა წინ აღარ წავიდეს, ანუ გულისხმობ პარტიების აკრძალვას, მაგრამ შესაძლებელია პარტიების აკრძალვას შეეშვან ამის მცდელობას, მაგრამ აი აღძრული არის საქმე და გაუშვან ციხეში. რა მოლოდინი გაქვთ თქვენ ეს ჩემი ბოლო კითხვა? თუ ნეგატიური განწყობით ხარ ინგა ადამიანი, მაშინ რატო გონია რომ პარტიების აკრძალვა შეეშვან? არა, ვეჭვობთ ხო, მაინც ნუ მიდის ახლა ვაჭრობა მიდის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო დელეგაციასთან, რადგან იყო ეს საკითხი კონკრეტულად ხაზგასმული და დაყენებული, შესაძლებელია თქო ამ თემას, ნუ მინიმუმ შეაჩეროს. გავიგე, მაგრამ ამერიკის მხრიდან არა მხოლოდ პარტიების გაუქმება იყო მწვავედ დაყენებული, არამედ პოლიტიკოსების დევნა იყო დაყენებული. ანუ ისევე მნიშვნელოვანია პარტიების გაუქმების საკითხი, ანუ საკონსტიტუციო თემა, როგორი მით უმეტეს ამას უძღვებოდა თუ გახსოვთ, აი ეს პაპუაშვილს ხო ნიჭიერი გამოსვლები უყვარს საერთოდ და რაღაც ჩვენ არავის არ ვაუქმებთ, ვითომ ახლა ინსტიტუციონალურად მე ეს არ მეხება, ეს საკონსტიტუციოს ეხება, გეგონება საკონსტიტუციო დამოუკიდებელი ინსტიტუცია იყოს. ამიტომ თუ მიუდგები იმედიანად და პოზიტიურად რომ იქნება გაეხსნათ გონების თვალეო, მაშინ ის უნდა იფიქრო, რომ არც პარტიებს და არც ლიდერებს არ ემუქრებათ და პირიქით ეს პოზიტიური გადაწყვეტილებისთვის გადმოიწია, მაგრამ ის დაბეჭდილება, რომელიც გაქვს ამ ხელისუფლების მიმართ და მაქვს ამ ხელისუფლების მიმართ და დაიმკვიდრა ამ ხელისუფლებამ თავისი ნეგატიური იმიჯი, მაშინ უარყოფით უფრო გაფიქრებინებს, მათ შორის პარტიებზეც, მათ შორის ლიდერებზეც. ამიტომ მე 11 რიცხვს და გადმოწეულ თარიღს სასამართლოსას ერთგვარ ტესტად უყურებ. ტესტად უყურებ. რა გზას დაადგება ხელისუფლება ამ თვალსაზრისით? რა გზას და რამდენად შეისმენს ან არ შეისმენს იმ რეკომენდაციებს, რომელიც მოდის ევროკავშირიდანაც, რომელიც მოდის რომ შეესმინათ ასე სწრაფად არ გადმოწევდნენ ამ სამართლო პროცესს. იმ შესმენასაც ხო შეიძლება პოზიტიური უპოვნო. ეხლა არ მინდა ტელემაყურებელს დარჩეს დაბეჭდილება, რომ ნეტარ არიან მორწმუნენიო. არა, რატო შეიძლება თქვენ გქონდეთ რო გადმოწევ, კარგით შეიძლება გააკეთოთ და ცუდით. ამიტომ ეს არის ტესტი, როგორც ასეთი, რომ ჯერ ეს ერთი გადმოწიეს, თუ ამ გადმოწეულს მოყვა რეაქცია გადაწყვეტილებებში ნეგატიური მომენტი, ეს იმას ნიშნავს, რომ ელემენტარულად აი ამას რაც წეგან გითხარით, რომ შემდეგ საელჩომ გამოსცა ერთგვარი რეზიუმე ამ შეხვედრების გადახიეს და არ გვაინტერესებს და ისევ ამჯერად უკვე არა რუსულმა სიომ, არამედ რუსულმა ქარაშოტმა დაბერა ოცნების თავს და გადადიან კიდევ უფრო რადიკალურ მოქმედებებზე, რაც თითოეულ ჩვენთაგანს უკვე ერთმანეთთან კინკლაობისთვის და რაღაც სისულელეებისთვის აღარ უნდა გვეცალოს კიდევ უფრო მეტად და უნდა მივიღოთ ეს როგორც მოცემულობა, ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მიიღო მოცემულობა, რაც ნიშნავს შეურიგდე. არა. ასეთ შემთხვევაში, ნუ შესაბამისად უნდა დაგეგმო იზღის ეს რიგი, რასაც გიქმნის იმ ტიპის ხელისუფლება, რომელიც გიქმნის იმას, რასაც გიქმნის. ამიტომ 11 ივლისი ჩემთვის ყველაფერთან ერთად არის ივნისი, არის ყველაფერთან ერთად ამ ხელისუფლების ტესტი იმ ყველაფრის ფონზე, რაც მოხდა უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში. დიდი მადლობა. ამერიკის მხრიდანაც ევროკავშირის მხრიდანაც და აც უკვე ევროსაბჭოს მხრიდანაც, ევროსაბჭოშიც კი ელემენტარულად დადგა დებატების საკითხი, როგორ მუშაობს დემოკრატიული ინსტიტუტები საქართველოში. ჩვენ თუ თლიანობაში დავინახავ და ვასრულებ ამ სიტუაციას,
კარგი არის ხო იცი პანგლოსის თეორია ეგეთი ყველაფერი ცუდში რაღაცა კარგი უნდა ეძებო. იყო პერიოდი, როცა საქართველოს ერთგვარად მიავიწყდა სოფლიო დავიდარაბაში, უკრაინა-რუსეთის ომის დროს, ისრაელი-ირანის ომის დროს, მილიონი ცვლილებების დროს, რაღაცა დღისასრიგიდან ამოვარდა, მაგრამ ეს სიტუაცია, რაც ახლა დგება ამერიკაშიც და ევროპაშიც, ნიშნავს იმას და ეს არის კარგი, რომ როგორც ინტერესის საგანი საქართველოს თემა უბრუნდება სოფლიო საფიქრალს და ამას ჩვენ ადეკვატური შეგებება უნდა გაუკეთოთ ჩვენის მხრიდან.